ერთ-ერთი ტრადიციებით მდიდარი ქვეყანაა. შესაბამისად, ჩინური ქორწილიც ჩვეულებრივი ქორწილისგან გამოირჩევა. რა ადათ-წესები და ტრადიციები აქვს ჩინურ ქორწილს? ამ ყველაფერს ჩემი ვიდეოდან გაიგებთ. ჩინური ქორწილისთვის მზადება საკმაოდ რთული და დეტალებით სავსე პროცესია, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმას მოიცავს. პირველ რიგში საჭიროა ქორწილის თარიღის შერჩევა. ჩინეთში ქორწილის თარიღის არჩევა ასტროლოგიური გათვლებით ხდება. წყვილის დაბადების თარიღის მიხედვით ფენშუის ოსტატი ან ოჯახის უხუცესი წევრი ბედნიერ და წარმატებულ დღეს არჩევს. შემდეგი ნაბიჯია მზითების მომზადება. პატარძლის ოჯახი მზითს ამზადებს. მზითში შეიძლება შედიოდეს ტანსაცმელი და პირადი ნივთები, ლოგინის კომპლექტი, სამკაულები, საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც ახალ ოჯახს დასჭირდება. ამ დროს არც სასიძოს ოჯახია უქმად. სასიძო პატარძლის ოჯახს ნიშნობის საჩუქრებს უგზავნის, რაც შეიძლება მოიცავდეს ფულს, ძვირფასეულობას, ტკბილეულს, ალკოჰოლურ სასმელებს და ჩაის. ეს ტრადიცია პატარძლის ოჯახისადმი მადლიერების გამოხატვაა. შემდეგი ნაბიჯი ქორწილის სამოსის შერჩევა და ფოტოსესია. ჩვეულებრივ, ჩინელი წყვილები ქორწილისთვის წინასწარ იღებენ ფოტოებს პროფესიონალურ სტუდიებში. პატარძალს შეიძლება ეცვას როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე სამოსი. ჩვეულებრივ ისინი რამოდენიმე საქორწილო სამოსში იღებენ ფოტოებს. დაიდადგა ქორწილის დღეც. ამ დღეს პატარძალს ტრადიციული ჩინური წითელი კაბა აცვია, რადგან წითელი ბედნიერების, იღბლისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში მიღებულია, რომ პატარძალი სანამ მშობლების სახლს დატოვებს, ოჯახის წევრებთან ერთად უნდა იდიროს. ეს მათი სიყვარულის და განშორების გამოხატულებაა. დაი მოდის სიძეც. როდესაც სასიძო პატარძლის სახლში მოვა, იგი გადის სხვადასხვა გამოცდას, რათა დაამტკიცოს საკუთარი სიყვარული და მზადყოფნა ოჯახის შექმნისთვის. მეგობრები და ოჯახის წევრები სხვადასხვა ამოცანებს აძლევენ. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში მან უნდა იმღეროს, იცეკოს, პასუხი გასცეს სხვადასხვა შეკითხვებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი იძულებულია წითელ კონვერტში ჩადებული ფულით მოთაფლოს პატარძლის მეგობრები. მას შემდეგ, რაც სასიძო გამოცდებს გაივლის, ნებას რთავენ შევიდეს პატარძლის ოთახში, სადაც კიდევ ერთი გამოცდა ელოდება. მან უნდა იპოვოს ფეხსაცმელი და ჩააცვას მომავალ მეუღლეს. ამის შემდეგ კი იწყება კიდევ ერთი პროცესი პატარძლის სახლიდან გასვლა. პატარძალი ოჯახის წევრებს ემშვიდობება და საკუთარ მზითებთან ერთად მიდის სასიძოს სახლში. სასიძოს სახლში მეფე დედოფალი სასიძოს მშობლებსა და უფროს ნათესავებს ჩაით უმასპინძლდება. ეს გარკვეული ტრადიციაა. ამის შემდეგ უფროსები მათ ფულს და ოქროულს ჩუქნიან. სწორედ ამ დროს პატარძალი მეუღლის მშობლებს დედას და მამას პირველად უწოდებს. ჩინური ქორწილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ბანკეტია. მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ის არ არის უბრალოდ სადილი, არამედ სიმბოლური რიტუალი, რომელიც ახალდაქორწინებულთათვის ბედნიერებას, წარმატებას და მრავალშვილიანობას მოასწავებს. დღეს ჩინელები ქორწილის სუფრას რესტორანში ან სასტუმროში იხდიან. ჩვეულებრივ მათ მენიუში 8-დან 12-მდე კერძია. აი ზოგიერთი მათგანი თევზი, ჩინურად ი ძალიან გავს სიტყვას ზედმეტს, რაც სიმდიდრესა და ბარაქის ნიშნად ითვლება. თევზი მთლიანად უნდა იყოს მოხარშული, რაც ოჯახის მთლიანობის და ერთიანობის სიმბოლოა. ქათამიან იხვი ასევე სიმდიდრესა და მაღალ სტატუსთან სიმბოლიზირდება. იხვი ძალიან ხშირად მონოგამიურ სიყვარულსა და ხანგრძლივ ურთიერთობას უკავშირდება. საქორწილო სუფრაზე შეხვდებით ლობსტერსა და ღორის ხორცს. ლობსტერი ლონგსია დრაკონის სიმბოლოა, რაც ტრადიციულად სასიძოსთან ასოცირდება. ღორის ხორცი კი ზოგჯერ ფენიქსის სიმბოლოა, რომელიც პატარძალს განასახიერებს. ხოლო ეს ორი ერთად ინი და იანი ენერგიების დაბალანსების სიმბოლოა. გარდა ტრადიციული ჩინური კერძებისა, აქ შეხვდებით უამრავ ხილს. მაგალითად, ფორთოხალი წარმატების სიმბოლოა. ლიჩი სიხარულს და ოჯახურ ბედნიერებას განასახიერებს. ფინიკი და ლოტოსის თესლი ტრადიციულად ბავშვების გაჩენას უწყობს ხელს. ქორწილში დაპატიჟებული სტუმრები ახალგაზრდებს წითელ კონვერტში ჩადებულ ფულს ჩუქნიან. ქორწილის განუყოფელი ნაწილია სადღეგრძელოები. ახალდაქორწინებული წყვილი მიდის სტუმრების მაგიდასთან, მადლობას უხდის მობრძანებისთვის და მათთან ერთად მიირთმევს ჩინურ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც ძირითად შემთხვევაში არის ბაიძიუ. იმისთვის, რომ მათი ცხოვრება ბედნიერი და ჰარმონიული იყოს, ქორწილის წინა დღეს ნათესავები და ახლობლები ახალდაქორწინებულთათვის სპეციალურად ამზადებენ საწოლს. საწოლზე ხშირად ალაგებენ ფინიკს, მიწისთხილს, გარგრის თესლს და წაბლს, რითიც უსურვებენ ახალგაზრდებს, რომ მალე ეყოლოთ შვილი. ჩინურად ეს ასე ჟღერს: "早生贵子". ზოგიერთ რეგიონში ახლო მეგობრები და ნათესავები ახალდაქორწინებულებს მხიარულ გამოცდებს უწყობენ და ცდილობენ, რომ სიძე პატარძლამდე არ მიუშვან. ქორწილიდან 3 დღის შემდეგ
პატარძალი პირველად ბრუნდება მშობლების სახლში. ოჯახს ამცნობს, რომ ბედნიერია და კარგად არის ახალ სახლში. ასეთ დროს მას ახლობლები სხვადასხვა საჩუქრებს აძლევენ. ჩინეთში ტრადიციულად პატარძლის ახალ ოჯახში ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. პატარძალი დედამთილ მამამთილს საუზმეს უმზადებს, რათა საკუთარი პატივისცემა გამოხატოს. დღეს ბევრი ახალგაზრდა ჩინელი უარს აცხადებს ამ წესების შესრულებაზე. მაგალითად, ქორწილის დასრულების შემდეგ პირდაპირ მიდიან სამოგზაუროდ. პატარძალი მაშინ მიდის საკუთარი მშობლების მოსანახულებლად, როდესაც საჭიროდ ჩათვლის და არ ელოდება 3 დღის გასვლას. დიდი მადლობა თუ აქამდე მოხვედით. დამი კომენტარით ჩინელების ცხოვრების რა ასპექტი გაინტერესებთ და შემდეგი ვიდეოც იმაზე გავაკეთოთ.